Articoci cum mortudo, osurgi genkiao, osur maramu osuri, qualoga che tensia ona, oh na, qualoga che tensia ona. Atas manat, აღარ მახსოვს. მაგრამ მახსოვს ძალიან კარგად, როდესაც მივდიოდი აფხაზეთში, სამტრედიას რომ ჩაუვლიდა მანქანა, ბიძაჩემი ავიდა, ერთი წამით ჩუმად იყავით და სადღაც 2 წუთში ავდა, ოპ, ჩვენ უკვე მეგრელები ვართ. სად თუ არა სამეგრელოში უნდა ჩამოვსულიყავი და მომეთხრო თქვენთვის როგორ ემზადებიან საახალწლოდ. და თუ კი ჩამოვედი სამეგრელოში, აუცილებლად უნდა ჩამოვსულიყავი სენაკში, საიდანაც წამოვიდა ჩვენი გვარი. წამოვყევით, მოგიყვებით სენაკის შესახებ, ვეცდები რომ ყველაფერს მოგიყვეთ. გავარჯობა. ბატონი გოჩა, კარგად, ჩვენი მასპინძელი და გამგებელი სენაკის. მე ხლა ყვებოდი ბატონო გოჩა, რომ სამეგრელოში ჩამოვედი, წინა საახალწლოდ მინდა გავარკვევ რა ხდება სამეგრელოში, ვითომ არ ვიცი. მაგრამ სენაკს გვერდს ვერაფრით ვერ აუვლიდით თქო, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ძირიც აქედან არის, კი შხეფიდან. თქვენი ამბავი როგორ არის? მეც ძირძველი სენაკელი ვარ, ამოდენიმე თაობით, საერთოდ გებუაზე მეგრელი თავადები ვიყავი. რას ამბობთ მართლა? ჩვენ ახლა ვართ ნოქალაქებში. ეს არის ძველი სენაკი. და მე მინდა რომ აი ეს სილამაზე და ეს ინფორმაცია რაღაც ორი სიტყვით მოგვიყვეთ, რომელი საუკუნიდან არის. მოგეხსენება თქვენ ადრე ეს ლეგენდა აიეტი და მედიას გადაცემის. კი როგორ? და სათავეს აქედან იწყებს. გახსოვთ ჩვენ 80-იან წლებში ტივსევერინი რო იყო ჩამოსული არგონატების გზა რო გაიარა, ბოლო წერტილი ჰქონდა ტივსევერინს აქ. ამ ადგილს უკავშირდება ასევე ქუჯი და ფარნავაზის ლეგენდა და ჩვენ ამასინად ჰქონდა დაახლოებით 20 დღის წინ ჰქონდა ეგრისობა გაკეთებული. ძალიან ისეთი კაი ღონისძიება გამოგვივიდა. იმ ეგრისობაზე პრემიერის მიერ გაჟღერდა, რომ დიდი პროექტი გეგმება ამის რეაბილიტაციის. ეს ძალიან ესეთი ისტორიული ადგილი, ახლა აქ ჩვენ ვნახავთ მე-6 საუკუნის ეკლესია, რომელიც უკვე მომწვედია და მიდის გათხრები, აქ ნორვეგიელები ყოველწლიურად ჩამოდიან, ნორვეგიელები და ბრიტანეთის უნივერსიტეტის არქეოლოგიური კათედრის ხალხი. ახლა დგას საკითხი, რომ ეს კომპლექსი შევიდეს იუნესკოს დაცულ ტერიტორიების ნუსხაში. იქ ძალიან საინტერესო ადგილებია, ანუ ჯერ კიდე ჩვენ წელთაღრიცხვამდე აქ იყო აბანოები, ესე იგი ქალაქის მოქალაქეებისთვის ცალკე და სამეფო აბანო ცალკე იყო. კედელში გადიოდა მილი, თიხის მილები, სადაც ცხელი წყალი გადიოდა და ანუ იმ დროს ჰქონდა ცენტრალური გათბობა. ცხელი წყლის ბასეინი ჰქონდა, ცივი წყლის ბასეინი ჰქონდა, მოსასვენებელი ოთახი ცალკე ჰქონდა. ეს ნორვეგიელები აკეთებენ ამის რესტავრაციას და მე უნდა დააკონსერვონ და ზევიდან იქნება ხიდების გადასასვლელი, ანუ მე რო აღარ შემოვიდეს აქ. ძალიან ლამაზია ქაურობა, აი საოცარია მართლა. რო ჩამოდიხარ, რა გქონია რა სხვა აერია, კიდე რო ჩაისუნთქო. რაც არის ხო, რაღაც რო იგებ სამეგრელოდან არის, შენი კუთხიდან არის, რაღაც განსაკუთრებული ის გიჩნდება გზნობა, არ ვიცი, მე თქვენს ვერ ამიხსნია ეს. ანუ თქვენ ეს გზნობა გაქვთ ახლა? მე ხა ისე რომ მოვდივარ, აი მინდა რომ ეს ჩავისუნთქო, მინდა რომ რაჩება ბევრჯერ ჩავისუნთქო, რომ გამყვეს დიდი ხნით და მე კიდევ დავბრუნდე და ძალიან მინდა რომ აქ დავბრუნდე. არანაკლებ ისტორიული ხიდი, ხო? ცნობილი ხიდი, ცნობილი ფილმიდან რეკორდი. აი არა ჩვეულებრივი ხედია აქედან, რეკორდის ხიდი. იცით რას ვიხსენებდი გზაში? ცნობილი ფრაზები დაკავშირებული სამეგრელოსთან. ნუ მე მახსოვს როგორ თქვენ ბანძაში ნამყოფი არ ხარ? ჩაგება გოგო ქუთაისში, ხონში გოგო, ბანძაში გოგო, ბანძას ნაი? ეს ნაი? ნუ ის კუჩხი ბედინერი და მე ძალიან გამიკვირდა რომ ის არ ყოფილა სამეგრელოში გადაღებული. ეს ფილმი ხო? მოსულამდე პაჭუ ზაღმა მოგვილოცა ახალი წელი. ბროლია. ზაღმა
მეკვლეს დანიშნულება დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ეგ ტრადიცია ნამდვილად ხო, და არის. არიან ისეთი ცნობილი მეკვლეები სენაკში? როგორც წესი, ყოველთვის ოჯახის უფროსია ხოლმე გააგდებენ გარეთ და მე კამპედით შემოდის ხოლმე 12 საათზე, პირველი 1 წუთზე. წინა საახალწლო განწყობაზე ვსაუბრობთ. სენაკში რამე განსაკუთრებული არის წინა საახალწლო მზადება ოჯახებში უგულისხმობ. როგორც ყველგან მთელ საქართველოში, აქაც ყველა ესე განსაკუთრებული ელოდება ამ საახალწლო დღეებს. ისეთი ახლა გამორჩეული ისეთი ტრადიცია, რომ ეს სხვაგან არ არის ისეთი, ესეთი არ მომუნდა. როგორ არ არის? სუფრა. ეს კერძი, ეგეთი არსად არ არის. ხო, მეგრული სუფრა არის, მრავალფეროვნებით გამოირჩევა ნამდვილად. შეიძლება ითქვას საქართველოს ნაკრებია მეგრული სუფრა. ნამდვილად, დიახ და შეგვეცლება რავი. მესტი კითხვა უნდა დაგისვათ. რა სურთ ქალებს? აი როგორ ფიქრობთ თქვენ? რეალურად რა ხდის ქალს ბედნიერს? სულიერი სიმშვიდე ალბათ, შინაგანი კომფორტი, რაც ალბათ საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობით უყალიბდება ქალს. ალბათ ეს არის. და რას უსურვოთ ქალებს თქვენ? ქალებს უსურვებ ყველაფერ ამას რაც ჩავოთ. კარგით, ჩვენ აქ დაგემშვიდობებით და შევხვდებით ერთ ოჯახში, რომელსაც დღეს უნდა ვესტუმროთ. უკვე საღამოა და მე მოვედი ხოფერიებთან და გადავწყვიტე რომ აი აქ სწორედ ხოფერიების ოჯახში მოგიყვათ იმის შესახებ როგორ ხდებიან სენაკში ახალ წელს. შეიძლება? გამარჯობა. მოგდანდით. გამარჯობა, ბატონი მიშა ხოფერია. კეთილი იყო თქვენი მოგდანება. კეთი, გამარჯობა. აი ხოფერიები ხდებიან. თამარ ხოფერია. ეს თქვენ სენაკში ჩამოსვლას გიულობთ. დიდი მადლობა. ეს ლიზა ხოფერია. ასე პატარა ხოფერია? ომიკო.ანი. სენაკელი ხოფერიები გილოცავთ რამდენ შობახ ეხა ვიტირე. აი მე ხა შემოვიყარე სამზარეულოში. გამარჯობა, თქვენი სახელი? თინა. ეხლა მოდით რაც საინტერესო ყველაზე მეტად დიასახლისებს, მით უმეტეს საახალწლო დღეებში. ეს არის ხაჭაპური. ხო. რამე განსაკუთრებული თუ ხდება ჩვენს ხაჭაპურში. სენაკურ ხაჭაპურში. სენაკური ხაჭაპური არის ძალიან გემრიელი, ტკბილი. ნახეთ პატარა დიასახლის როგორია. რა საკიდან დაიწყე მომზადება კერძების? ძალიან ანუ სკოლის ასაკში ყოველთვის მე 6 კლასში უფრო ყოველთვის მიყვარდა სამზარეულოს ტრიალი და დედაც მაძლევდა ყოველთვის უფლებას რომ გამეკეთებინა მესინჯარი უფლებასო. ხადა მე დედამოშ მე ჩამომესწავლა და ყოველს უკვე სულ გადამაბარა და თვითონ არ განაკეთებს არაფერს. რა მაგარია. რა არის აუცილებელი პირობა რომ იყოს საახალწლო სუფრაზე ამ შემთხვევაში სამეგრელოში? მათ კოჭის, ინდაურის, უზინახის, ხაჭაპურის საცემის გარეშე სამეგრელოს საახალწლო შეხვედრა თითქმის არ არის ხოლმე. ელარჯი დამახასიათებელი, ხოლო აი უფრო ელარჯი და არა ღომი, ხო? არ პარალელურ რეჟიმში, იმიტომ რომ ელარჯი საცემს ვერ ეწყმის. ვარ ძალიან ბედნიერი, ემოციები ძალიან ჭარბობს, ხალმეტირება, ხალმეცინება, ეს რამდენი ხოფერია ერთად. რამდენი ხოფერია ერთად. დიდი მადლობა და რა ვიცი, უღმესი მადლობა და გაიხარეთ. შემომაშველეთ ღვინო
მისლისფერი თვალები მწვავენ აღარ ცოცნება გალობს რა დაგიშავე არც მისლისფერი თვალები მწვავენ აღარ ცოცნება გალობს რა დაგიშავე ნელა მეგრული ენა იკარგება. ჩემი შვილები ახლა უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, პატარა ბიჭები. მეგრული მათ არ იცი. გული წყდება რომ არ ვიცი მე ესე კარგად და მაგრამ ნუ მესმის და სიამოვნებით უფრო მეც ასე ვთქვათ ვისწავლეთ. მე მინდა ეს რაღაცა შემოგთავაზოთ. ვიყოთ რაღაცა თვითკრიტიკულები. ყველა ჩვენ გვაკრიტიკებს და ძალიან ბევრი ანეკდოტია ჩვენზე. ერთი ვიცი ანეკდოტი ჩვენ მეგრელებს სულ არ გვიჭირს სასოფგერელის გამოთქვა მაგალითად ხა. ხო და ვინ ამიბამს ხარს ახლა? მეგრელი სომეხი და დაუშვათ რუსი მომხდა კასიჭამიებში რა და ესენი უნებიან ისეთ რამეს თუ გვეტყვითო რომ ჩვენ არ ვიცითო მაშინ გაგიშვებთ ყველა და შეგჯამთო და ნუ როსმა უთხრა რაღაც კოსმოსი რაღაცა და ჩვენ ეს არ არის რაკეტა ეგ რომ მიფრინავს. მეორე სომეხმაც კიდე რაღაცა ესე და მე ხარ ნუ მეგრელი გამოვიდა ვერაფერი არ აქვს მოფიქრებული და არაფერი არ მაგინაცალი მოფიქრებული მაგრამ ბოლოს სიტყვა მათქვევენ ეს ეგონა და სანეთენ ერთი თქვენი პარტ ორგანიზაციის მდივანი მომიყვანეთ უთხრა და ესეთი რა როგორ გაცო პარტ ორგანიზაციის მდივანი არ გა ჯგუფები არ გა პარტ ორგანიზაციის ჯგუფი არ გა პარტიულები და ხარ არც ერთი უთხრა და აბა კაცი მომიგაზარო სიმღერა მეგრული ჩემი ეს თქვა საყვარელი სიმღერა არტი კოჩი ქუმორთულო ერთი კაცი მოვიდა მაჭანკალი გამაჭანკალი გადაცემას რაღაცა დავარქვით რას ვთქვით ქალებს, მაგრამ აქ სენაკში რომ ჩამოვედი მივხვდი რომ რა მნიშვნელობა აქვს. კაცებს, ქალებს, შვილებს, რაღაცა ყველას ალბათ რაღაცა ერთი სურს. მე გულით გისურვებთ რომ იყოთ ძალიან ბედნიერები, ცხოვრობთ ულამაზეს ადგილზე, ხართ ძალიან კარგები, ლაღები, ოპტიმისტები, რაღაც სიყვარულით ახსავსო და აი ეს მთავარი არ დაკარგოთ. დიდი მადლობა სენაკს და დიდი მადლობა ყოფერიების ოჯახს და დიდი მადლობა აქ მოსულ სტუმრებს და ჩვენი თამადა ეხლა ალბათ მთელ საქართველოს მიულოცავს დამდეგ შობა ახალ წელს. მე გისურვებთ ბედნიერებას, სიკეთეს, დიდება ჩვენს ქვეყანას, დიდება ჩვენს მომავალს. იმედით რომ საქართველო 2015-ში გაბრწყინდება. ამინ. დილის 10 საათია, ვართ სასტუმრო ვერსალში და საუზმობთ. ქალბატონი ნატოც არის ჩვენთან ერთად. ძალიან დახუნძლული საუზმეა ქალბატონ ნატო. მე ხა მინდა მოვუყვე ჩვენს მაყურებელს როგორ იციან სენაკში სასტუმრო ვერსალში დახვედრა საუზმე. ნუ შამპანიურია, გაზიანი სასმელები თავისთავად, კიტრიპამიდური სალათი, სოსისი, ხაჭო, ზეთის ხილი, მოხარშული კვერცხი, ხაჭაპური, მეგრული, ეს კიდე უფრო რაღაც ესეთი რეცეპტით, პური ყველი, კიდე შემწვარი სოსისი და ეს კიდე რა მოგვიტანეთ? შემწვარი კვერცხი. ეს ბევრი არ არის საუზმესთვის? ნორმალურია. აჰა. ეს ნორმად ითვლება ქალბატონო ნატო? კარგით, როგორც ფრანგები იტყვიან bon appétit.
ჩვენ ვართ სენაკის ცენტრში. ეს არის სავიზიტო ბარად სენაკისა, აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრი. რამდენი წლის არის თვითონ სენაკის თეატრი? 1891 წლიდან ფუნქციონირებს ისტორია. და ეს შენობა 59 წლიდან გახსნილი. და აი ესეთი ისტორიის მქონე შენობას აქვს პრობლემა. აგვისტოს ომის დროს მე რამდენად ვიცი, აქ ჩამოვარდა ბომბი, ხო? რა დაზიანდა? აბსოლუტურად ყველაფერი დაზიანდა. თეატრი გავიდა მწყობრიდან. აღარ შეიძლება დაფუნქციონირებო, მაგრამ უფლისწყალობით, დახმარებით მეგობრების აღდგა ისევ. ეს გადაცემა გადის წინა საახალწლო დღეებში, ესეთი განწყობა არის არაჩვეულებრივი და ასე მნიშვნელოვანი თემა იგეგმება ახალი ბიუჯეტები. მე მინდა მივმართო მათ, ვისაც ეს ეხება, მართლა საცოდაობაა ესეთი შენობის, აი ესეთ მდგომარეობაში ყოფნა და მოდით გავაკეთოთ კარგი საქმე და 2015 წლის ბიუჯეტში ჩავსვათ, რომ სენაკის სავიზიტო ბარად მის თეატრს არაჩვეულებრივი ისტორიით დაუბრუნდეს თავის იერსახე და მივცეთ ახალი სიცოცხლე. და თუ თქვენ ამას გააკეთებთ, მე გვპირდებით, რომ აი ამას გავაშუქებ ჩვენს გადაცემაში. წინა საახალწლო გადაცემის ერთ-ერთი მთავარი თემა არის რას ურთქალებს. ხო და აი ეს ამიზნითაც ჩამოვედი სამეგრელოში, გავარკვე აი რას ფიქრობენ, რას ურთქალებს. პირველ რიგში მათთვის არის მშვიდობა. ელემენტარული სამსახური ქართველ ქალს მანდილს თავისი ისტორია აქვს, თავისი ხვედრი აქვს და მამაკაცებს ეს ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ აი ამ მანდილოსებს. თქვენ როგორ გონიათ? ალბათ ყველა ქალისთვის უპირველეს ყოვლისა არის სიმშვიდე, აუცილებელი და შინაგანი სილამაზე. დიდი მადლობა და მე ამ ყველაფერს გადამოწმებ ქალბატონებთან. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, ნახვამდის. ეხლა ვარ არქეოპოლისის ტერიტორიაზე 25 ჰექტარზეა გაშენებული ეს ადგილი და ბატონი ოთარი არის ჩემი მასპინძელი, გამარჯობა ბატონ ოთარ. წინა საახალწლო გადაცემა არის ისეთი ძირითადად წინა საახალწლო სურვილებზე ქალბატონებს რას ვუხ, მაგრამ მე ვამბობ, რომ თქვენი თანამშრომლები წინა საახალწლო დღეებშიც მუშაობენ და მე მგონი საბოლოო ჯამში ქალბატონებს ესეც სურთ და არა მარტო ქალბატონებს, ყველას რომ რაღაც საქმე კეთდებოდეს. არებს ბუნებრივია თავისთავად ახლა ჯერებდი და საქმეა, ოჯახი, მომავალი და ჩვენც ხელს ვუწყობთ ყველა საქმეში, გვერდჩედ რო დაუდგეთ ამ ადამიანებს რა. სხვაჩერს ესეთი ამბავით შევიტყვე, რომ ბატონი დემური მართლა არ არის ჩაწყობილი ეს ამბავი, აი აქ გავიგე. ცხოვრობს სენაკში ხოფერიას ქუჩაზე. ჩვენი მოგზაურობა და სტუმრობა სენაკში დასრულებულია. მართალი გითხრათ, მართლა არ მინდა აქედან წასვლა, დავრჩებოდი კიდევ რამდენიმე დღე, თუმცა ჩამოვალ აუცილებლად და ჩვენი მოგზაურობა სრულდება ერთ-ერთ ქუჩაზე. აი თქვენ თვითონ წაიკითხეთ, რომლის სახელი არის ხოფერია. ხარ ხოფერიას პირველ ნომერში ძალიან ესეთი სასიამოვნოა ჩემთვის, რომ აი ეს არაჩვეულებრივი დღეები და არაჩვეულებრივი მოგზაურობა სრულდება ხოფერიას ქუჩაზე სენაკში. ჩვენ მივდივართ ზუგდიდში და მე როგორც გავიგე, ეს მცირე შეჯიბრი ყოფილა სენაკსა და ზუგდიდს შორის. მე არაფერს არ ვიტყვი და ვეცდები, რომ ობიექტურად დაგანახოთ სურათი ზუგდიდშიც. წავედით და თქვენ თვითონ შეადარეთ. სადაც ზუგდიდში უნდა მიხვიდე, ეს არის დადიანების სასახლე, ულამაზესი ადგილი თავისი ისტორიით. აი ადგილი, სადაც იკრიბებიან ძირძველი ზუგდიდელები. რას ფიქრობენ ისინი მოახლოებულ ახალ წელზე და იმ თემაზე, რითაც ჩამოვედით, რას ურთქალებს? წამოდით. გამარჯობა.
როგორ ხარ? როგორ ბრძანდებით? გამარჯობა ყველას. მე ვთქვი, რომ დადიანების სასახლე ეს არის თქვენი თავშეყრის ტრადიციული ადგილი, ხო? ჩვენ ზუგდიდელები ბედნიერები ვართ, რომ ასეთი განძი შეგვინარჩუნეს და გადმოგვეცა ჩვენ. ყოველ დილით სადღაც 7:09-დან ვიკრიბებით და სადღაც აღრიცხვას მიდის. ეს იყო ერთი პერიოდი, რომ ვინც გასცდა რაღაც ჯარიმების იყო დაწესებული. ესეთი თემა გვაქვს. რა სურთ ქალებსო? ესეთი საჭირბოროტო? ქალებს რო სურს მაგას ვერ აგვაქვენებ. თქვენი აზრით, აი რა არის? ის გარდა რაც თქვენი გულისხმობთ. ოჯახური სიტყვა. აჰა. სიამთკბილობა, მეგობრობა. ქალებს სურთ რომ დაბაზები იყვნენ, მე მგონი. როდესაც მხიარული იქნება, როდესაც კარგუნებაზე იქნება, აი იმ სალონში შევა, თავს მოილამაზებს და ქმარს კარგად დახვდება სახლში. ქმარს კარგად დახვდება, ქალს როსულს ის იქნება და ესეთი ამბავი. ხალი მაშინ არის ლამაზი, მაშინ არის კარგანწყობაზე, როცა ოჯახში აქვს თბილი გარემო. თუ გაიხსენებთ რომელიმე სიგიჟე, აი რამე ისეთი, რაც თქვენ ქალისთვის გაქვთ ჩადენილი. პატარა ბიჭები შევიკრიბებოდით ქუჩაში, იმ ქუჩაზე ხამით გავდიოდით, სერენადებს ვმღეროდით, ეს ის იქიდან გადმოდგებოდნენ, ზოგი წყალს გადმოგვაცხანდა, ზოგი კიდე იმღერეთ, ბიჭებო იმღერეთ და იყო ასეთი რაღაცა. გავიგე რომ რაღაცა მცირე შეჯიბრია სენაკს და ზუგდიდ შორის და ესეა? სხვადასხვის ყოველთვის ტრადიციულად შენაკელებთან ჩვენ ზუგდიდელებს ჰქონდა დიდი მეგობრობა. სინამდვილეში ნოქალაქევი და ის უფრო ძველი ქალაქი იყო, ძველი იყო ვიდრე ზუგდიდი ამბავი და მე შეიძლება სენაკელებსაც ისიც წინდათ რომ ზუგდიდში რატოა ეს ცენტრი, დადიანება გააკეთეს რაო, მართლა ძირითადად დადიანები არიან სენაკის რაიონიდან, არა ნოქალაქევი. მაგრამ აქ ზუგდიდი. რატომ? რატომ? ეს არის ალბათ საუკუნეების დაკვირვება, რომ ზუგდიდში ტემპერატურა არის ნორმალური, ხარი არ არის, დანარჩენი ჩვენ დავშეთ ჩემი პატარაობიდან სხვების პატარაობიდან ჩვენ ძალიან დიდი სხვათა შორის ესეც უნდა ითქვა. ხომ არ გაკავშირებთ ამას? ჩემი ძირია და არ მაგრამ შევკრიბდი მაყურებელს რომ ობიექტური ვიქნებით, ხო? საკმაოდ რთულია მეგრული ენის სწავლა, ხო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიტყვა არის. არა, მრავალი სიტყვიანობა აქვს, ესე იგი არც ერთ ენას იმდენი არა აქვს. ნუ რამდენი? მამად ძაძამიას განმარტებითი ლექსიკონით 1.4 მილიარდ სიტყვას ითვლის მეგრული სიტყვა, განმარტებით სიტყვები. აქედან ხმარებაშია ყოველდღიურ ხმარებაშია თითქმის 100 მილიონი სიტყვა. ხო და ეხა ამ ასეთი მდიდარი ენით მიულოცოთ ეხა დამდეგი შობა ახალი წელი ჩვენს ტელემაყურებელს. არცას მიგახმამან ახალი წელს, გიროხორდა და ბედნიერო ყოფედა ძირითადად ეს საქართველოს ახარებდა და აბედა სიკეთე ბედნიერება და გამარჯვება წამატება კინ აფხაზებს ჯიმალებს გმართო. გამთლიანებულ, ხვავიან, ბარაკიან, აყვავებულ საქართველოს გაცხოვროს. ამინ. გიროხორდა ჩინელას ენობია. დიდი მადლობა. პირველი ოჯახი ზუგდიდში, სადაც ჩვენ სტუმრობთ, ლადარიების ოჯახი. სამეგრელოში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ბუნებრივია მეკლეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ნუ ყველას გახსოვთ კუჩხი ბედნიერი და ნუ ეს იუმორში გადაღებულეს ყოფილი, სადღაც იყო სიმართლის მარცვალი. ამ გოგოებს ესეთი მეკლე რო არ ჭირდებათ, მე მგონი თქვენ თვითონ დარწმუნდით, მაგრამ უარს არ მეტყვით, მე მგონი მეკლეობაზე, ხო? აქ არის სამი და სესილი, ანა, ნინო და ერთი დეიდაშვილი სოფო მაკალათია, ხო? მოდი სესილი, ცოტა ხანი შემოგვიერთი, ვიდრე დედას კვლავ შეუერთდებოდეთ. მოკლედ ეს ჩვენი გადაცემა ვიკვლევთ და ვარკვევთ, რა სურთ ქალებს, გოგოებს. მუდროში ხალი მართლა რეალიზებული უნდა იყოს თავის სამსახური. და ეს დამოუკიდებელი იყოს ყველაფრისგან.
ეს თავარია და დანარჩენი თავარია ბედნიერება და გაგრძელება. ჯანმრთელობა. აუცილებელი ყველა ადამიანის. მაგრამ აი ნახეთ როგორი ამბავია, აი ხო არის რაღაცა პატარა ნიუანსები, რაც ჩვენ ბედნიერს არა, მაგრამ იმ მომენტში კარგ ხასიათზე გვაყენებს. აი რა არის ეს პატარ-პატარა ნიუანსები, რაც კარგ ხასიათზე გაყენებთ? ჩვენც გვაყენებს კარგ ხასიათზე და თქმა უნდა მაღაზია, კარგი გარდერობი. ყვავილები, მორთმეული. მანქანა ლამაზი არა? რატომაც მე უნდა ვთქვა მაინც და მაინც, ხო თქვენ არ გინდათ რომ სერენა და ფანჯრების ქვეშ ნამღვერი არა? სასურველი მამაკაცის მხრიდან. და როგორ არის აი დაუშვათ ეხლა ახლანდელ თაობაში სამეგრელოში რამე არის კრიტერიუმები რომ აი ამ ასაკში უკვე აუცილებელია რომ გათხოვდე? ანუ ზოგისთვის არის, მაგრამ ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ზუგდიდის 4 მარგალიტი ეხა ესე იგი ტელეეკრანზე ჩანს და ნუ აი რამდენი ბიჭი ეხა გიყურებთ და ნუ წარმოგდგენია როგორ მოწონხართ, როგორ უნდათ რომ თავი მოგაწონონ, არა მარტო ზუგდიდში, უკვე ალბათ ძალიან ბევრ ქალაქში, ხო და აი როგორი უნდა იყოს ეს ერთი და განუმეორებელი, რა თვისებები უნდა ჰქონდეს? მე ესე ვფიქრობ, რომ თავის საქმეში რეალიზებული, ჩამოყალიბებული პიროვნება, უბრალოდ რომ იცოდეს რა უნდა ცხოვრებაში, რატო და რისთვის. და გარეგნობასაც რა თქმა უნდა ყურადღებას მაქვს, მაგას ვერ დაგემალოთ, რომ კი ბატონო. მხოლოდ ეს მეორე ხარია. პირველი ხომ მაინც ცოტა ისე პირველი ეფექტი გარეგნობა. სიმპათიური უნდა იყოს, ამაზე თქვა. Agonias geshem khadina namujgir varde budiri Mushvas mama mushmashgira genianachkiri Agoniga თქვენი ფერფერნიერი ყოფილიყოს აგვახარეთ რა თქმა უნდა თქვენი მოგზაურობა ჩვენთვის დიდი სიამაყეა ჯერ ერთი და მე დიდი დაფასება ჩვენი ოჯახისთვის მართლა ყველას გაუხენოს ბედნიერი ახალი წელი ისეთი ახალი წელი დამგარიბებს რომელიც გაეხარდება ყველა ქართველს და გაახარებს ყველას გულს ამო დამგარა ხალხს თქვენი გადაცემა რომელსაც ჩვენ ოჯახში ატარებთ ესეთი აფხაზურ ოჯახებში გაკეთებინო თქვენ საყვარელ კუთხეში ჩვენს ოაზისში აფხაზეთი არის ჩვენთვის ყველაფერი ხერხემალი გული სული ყველა ქართველს გულს გაიხარეთ ახალ წელს და ბედნიერად იღარეთ ვიცი რომ ჩემი მეგობრები და თანაწამყვანები ემზადებიან, დადიან სალონებში, სპა ცენტრებში, რაც კაბებს ყიდულობენ, მოგეთ. მეც უნდა მოვემზადო, იმიტომ რომ უნდა მივიდე დაუპატიჟებლად ქორწილში, სალონი პრესტიჟი ზუგდიდის ცენტრში. შეიძლება მინდა რომ თქვა დავივარცხნო. ოღონდ იცით როგორ ვფიქრობ, რომ თქვენ და დამარცხნოთ? აი თქვენ როგორ გინდათ? კარგი? დიდი მადლობა. აი ეს არის ვარცხნილობა ზუგდიდის სალონისგან პრესტიჟი. ძალიან მაგარი სალონია, ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი რომ ძალიან კაია. ასე რომ თბილისში არ ვარცხნილ მარტო კარგად. დიდი მადლობა ნახვამდის. და ჩვენი მოგზაურობის კულმინაცია ჩვენ ვართ ზუგდიდში. ნუ რა სურთ ქალებს? მაინც ყველა ქალს სურს რომ მას ქონდეს დაუვიწყარი და ულამაზესი ქორწილი. მე ხლა თქვენ მოგიყვებით. უბრალოდ მე დამეხმარებია რომ თქვენ მოგიყვეთ. რა არის ნამდვილი მეგრული ქორწილი ზუგდიდში და რა უნდა იყოს აუცილებლად ამ სუფრაზე ქალბატონი ნელის რომელსაც იცავს მე მგონი მთელი სამეგრელო და ზუგდიდი და არა მარტო. ძალიან ლამაზია ეს თქვენი სუფრა. მეგრელებისთვის განსაკუთრებული არის საცივი ინდაურის გოჭის ხორცი, ელარჯი. აი უნდა იყოს აუცილებლად ტკბილი ეს რაც აი ესეთი აი აუცილებელი პირობაა. აი მე მიმდევრობა როგორ არის კერძების შემოსვლის? პირველი შემოდის ღომის სოფრაზე. ხო. ღომის მერე შემოდის კუჭბაჭი, რომელიც აუცილებელია. მეგრელებს აღმოსავლეთში ციციან, მაგრამ იქ იციან ცივი, ჩვენთან სულ სხვანაირი სამეგრელოში ცხელი კუჭბაჭი შემოდის. მე საქონლის ხორცი შემოდის და იმას მოყვება ელარჯი, ისევ ხაჭაპური შემოდის სოფრაზე და ისევ ხაჭაპური? აუცილებლად სხვაც შემოდის ხაჭაპური, იმიტომ თავარი არის ხაჭაპური სოფრაზე. ამ შემთხვევაში ეს არის 250 კაცზე ქორწილი, ხო? როგორც წესი ზუგდიდში რამდენ კაცზეა ქორწილი? საშუალო მაინც ძირითადად არის 250-დან 300-მდე, იშვიათად 400-450. მე ვიცი რომ დახვედრაც იქნება ნეფე პატარძლის ისეთი, ხო რაღაც?
დიდი მადლობა უთხრა განვატონებას ჩამოგზავნებისთვის, ეს კარგი საქმის კეთებისთვის. უხმოდ აკოლცონ. კაი ხარი. დიდი მადლობა. სრულდება ჩვენი მოგზაურობა სამეგრელოში, არაჩვეულებრივი ქორწილი და მე ვფიქრობ ყველაზე მთავარი რაც არის ადამიანებისთვის, ეს არის ბედნიერება და სიყვარული, რომელსაც სრულდება ნებისმიერი ისტორია. თქვენც იგივეს გისურვებთ. მე ვფიქრობ, საინტერესო გამოვიდა, დავბრუნდით კვლავ სტუდიაში. ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო მოგზაურობა ზუგდიდში და სენაკში. შენთვის ეხლა ესეთი უჩვეულო და უცნაური სიურპრიზი გვაქვს, რომ ვერ წარმოიდგენ. რეზო ხოფერიას მინდა ვთხოვოთ სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა ერთ რაღაც გადმოგცე შენ. მოკლედ, ეს არის 1897 წელს გაცემული ნათლობის მოწმობა. ეს მოწმობა აიღო ჩვენმა საერთო წინაპარმა. ეს არის დიმიტრი ხოფერია, რომელიც იყო აზნაური და ეს არის ერთადერთი საბუთი, რომელიც ჩვენ საგვარეულოში ინახება, როგორც მე ვიცი, სადაც ნამდვილად დამოწმებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ აზნაური. ეს არის ძალიან სახალისო ისტორია, იმიტომ რომ მთელი ბავშვობა მამა ჩემი მეუბნებოდა, რომ იცი რა არის, აი სხვადასხვა შტო არის და იცი ჩვენი შტო არის აზნაურების. ნუ მეგონა ეს ყველამ რო იცის, რომ აი ჩვენ აზნაურები და თავადები და აი მამა, ნახე, დოკუმენტი მოგვიტანა რეზო ხოფერიამ. ეს იგი ნამდვილი შენ იცი რატო გადმოგცეს ეს აზნაურობა? თუ არ ვცდები, ძალიან რთულია, იმიტომ რომ დაკარგულია ძალიან ბევრი დოკუმენტები, მაგრამ როგორც გადმოცემით, ვიცი, ჩვენ ვართ საეკლესიო აზნაურები. შხებში საიდანაც ჩვენი შტო არის წამოსული, ჩვენ გვებარა მთავარანგელოზის ეკლესია და აქედან გამომდინარე ჩვენ ვართ საეკლესიო აზნაურები. რა სურთ ქალებს რეზო? ქალებს ბევრი ყვავილები. ძალიან დიდი მადლობა. გავაცილოთ რეზო ხოფერია, დიდი მადლობა აი ამ სიგელისთვის და მართლა დაუვიწყარი იყო ჩემთვის მოგზაურობა ზუგდიდში და სტუმრობა ზუგდიდში და სენაკში.